ღრმა ძილის გარეშე სამჯერ სწრაფად დავბერდებით. ღრმა ძილის გარეშე სტრესული ჰორმონი იმატებს ჩვენს ორგანიზმში და ორგანიზმში მუდმივი ანთება იქნება და ორგანოები დაზიანდება დროთა განმავლობაში. ღრმა ძილის გარეშე ბავშვები ვერ გაიზრდებიან კარგად, რადგან ძირითადი ნაწილი ზრდის ჰორმონის გამოიყოფა ღრმა ძილის დროს. ღრმა ძილის გარეშე ჭრილობები ვერ მოშუშტება ნორმალურად, რადგან ქსოვილების რეგენერაცია და აღდგენა ხდება ღრმა ძილის ფაზაში. ღრმა ძილის გარეშე იმუნური სისტემა სუსტდება. Natural killer-ები ქვია ამ უჯრედებს და იმუნური უჯრედები მცირდება ღრმა ძილის გარეშე დაახლოებით 70%-ით და ერთი ღამე უძილობაც კი საკმარისია იმისთვის, რომ იმუნიტეტი დაგისუსტეთ იმდენად, რომ გაციება ან გრიპი დაგემართოთ მეორე დღეს და ვირუსული ინფექციის მიმართ თქვენი ორგანიზმი იყოს სუსტი. ღრმა ძილის გარეშე ალცჰეიმერის რისკი იზრდება მნიშვნელოვნად და დემენცია მატულობს, რადგან ღრმა ძილის დროს გლიმფური სისტემა იხსნება ჩვენ თავის ტვინში, რომელიც წმენდს თავის ტვინს ტოქსინებისგან, ბეტა-ამილოიდისგან და ტაუცილებისგან, რომელიც პასუხისმგებელია დემენციის და ალცჰეიმერის დაავადების განვითარების უმეტესი ნაწილისთვის. ღრმა ძილის გარეშე მეხსიერება უარესდება, რადგან იმისთვის, რომ მოკლევადიანად დამახსოვრებული რაღაცეები გრძელვადიანად შევინახოთ, ღრმა ძილი გვჭირდება, ეს პროცესი ღრმა ძილის დროს ხდება. ღრმა ძილის გარეშე გადაწყვეტილების მიღების უნარი, ფოკუსის უნარი, კრეატიულობა მცირდება, რადგან ღრმა ძილის დროს ხდება სინაფსების გადაწყობა, rewiring-ს ეძახიან, რაც ნიშნავს, რომ არასაჭირო კავშირები ნეირონებს შორის წყდება და მნიშვნელოვნები რჩება ამიტომ გონების სიცხადე დაკავშირებულია ღრმა ძილთან. დასვენებულობის შეგრძნება გააქვთ თუ ღრმა ძილი საკმარისი რაოდენობით ქონდა, დასვენებულობის შეგრძნება გააქვთ მეორე დღისით. ზოგადად ძილი არის 4-ფაზიანი, გვაქვს პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე ფაზა. პირველი ფაზა არის ძალიან მოკლე, გრძელდება 10 წუთს და არის გარდამავალი ფაზა, ტრანზიციის ფაზა, როცა ღვიძლიდან გადადიხარ ძილში, ნელა შენი ორგანიზმი დუნდება, გულისცემა ნელდება, კუნთები დუნდება და ეჩვევი ძილს. მეორე ფაზა გრძელდება ყველაზე მეტ ხანს და მეორე ფაზა მნიშვნელოვანია გულსისხლძარღვთა ბალანსისთვის, მაგრამ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ორგანიზმმა დასვენებულად იგრძნოს თავი. სინამდვილეში ყველაზე დიდ დროს ჩვენ მეორე ფაზაში ვატარებთ. მეორე ფაზის დროს ადვილად შეგიძლია გააღვიძო ადამიანი. თუ მეორე ფაზაში ადამიანს დიდხანს ეძინა და ღრმა ძილის ფაზა არ დადგა, ან ცოტა ხანი იყო ღრმა ძილის ფაზა, მაშინ ადამიანი თავს გრძნობს დაღლილად მეორე დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ამბობს, რომ შეიძლება ეძინა 11 საათი და მაინც დაღლილია, იმიტომ რომ ღრმა ძილი არ ქონდა. მესამე ფაზა არის ღრმა ძილის ფაზა, ამ დროს ხდება ორგანიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი აღდგენა ხდება ამ დროს, იმუნიტეტი ამ დროს ყალიბდება რა ძლიერდება, ჰორმონული მდგომარეობა წესრიგდება, სტრესული ჰორმონი ქვევით ჩამოდის, დაბერება ნელდება, ღრმა ძილის დროს ზრდის ჰორმონი გამოიყოფა, ქსოვილების რეგენერაცია ხდება და მეოთხე ფაზა არის REM ძილის ფაზა, თვალების ჩქარი მოძრაობის ფაზა ესე ქვია. ამ დროს ხდება ადამიანის კრეატიულობის და სწავლის და პრობლემის გაწყვეტის უნარის და ემოციური კონტროლის დასტაბილურება. ანუ ემოციურ რეგულაციაზეა პასუხისმგებელი REM ძილის ფაზა. ამიტომა რომ ხელოვან ადამიანებს ძინავთ ხოლმე დიდხანს დგებიან გვიან. რატო? იმიტომ რომ მათი შემოქმედებითობისთვის, კრეატიულობისთვის აუცილებელია რომ ის ეძინოთ და დილის 9 საათზე არ წამოახტუნო რომ მეტი REM ძილის ფაზა ქონდეს. REM ძილის ფაზა ის რომ დღისით რომ გესიზმრება რაღაცეები და მერე თან გახსოვს ის რაღაცეები, ეგ REM ძილის ფაზაა. თუ ვიტყვით რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზები ძილისთვის, მესამე ფაზა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომელიც არის ღრმა ფაზა, ღრმა ძილი და მეოთხე ფაზა არის REM ძილი. ეს ორი ფაზა ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, პირველ ორსაც თავისი როლი აქვს. თუ ვერ ჩაგეძინა, მაგალითად ვერ დაიძინებ საერთოდ. და ინსომნია ზუსტად ეგ არის ხოლმე, რომ პირველი ფაზა არ დგება, ან ვერ გადადის ნახევრად იმიდან ღვიძლის მდგომარეობიდან ძილის მდგომარეობაში და ინსომნიის დროს ხშირად ეგ არის ხოლმე პრობლემა, ჩაძინების პრობლემა.
ჩვენ 25% ძილისას ვატარებთ ღრმა ძილის დროს. იდეალური რა არის? იდეალური არის, რომ თუ 8 საათი გძინავს, 2 საათი ღრმა ძილში იყო. ძალიან იშვიათადაა ოღონდ ადამიანი ესე. 60 წუთიც კი საკმარისია. თუ კი ღრმა ძილი გძინავს 60 წუთი, უკვე კარგია ძალიან. უკვე ძალიან კარგია. პრობლემა დგება, როცა ღრმა ძილი 45 წუთზე ნაკლები ქონდა ღამის განმავლობაში. 40 წლიდან რეალურად ნელ-ნელა იკლებს ღრმა ძილის ინტენსივობა და ეს ბუნებრივია. დაახლოებით 10 წელიწადში 2%-ით და ემატება ძალიან ბევრი ფაქტორი და ჩვენ ვისაუბრებთ რა ფაქტორები იწვევს ღრმა ძილის პრობლემებს და როგორ მოვაგვაროთ. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის სტრესი. ქრონიკული სტრესის დროს ტვინი არის მუდმივად შემართული და მუდმივად გაღიზიანებული და ვერ ახერხებს დამშვიდებას და ეს ნელი დელტა ტალღები, რომელიც ღრმა ძილისთვის არის დამახასიათებელი, ვერ დგება და ღრმა ძილი მცირდება დაახლოებით 30%-ით, როცა ადამიანს ქრონიკული სტრესი აქვს. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, როცა არა თანაბრად იძინებს, ერთი და იგივე დროს არ იძინებს ადამიანი. ამ დროს ცირკადული რითმი ირღვევა, ანუ ჩვენი ბიოლოგიური საათი ირღვევა და არ იცის როდის უნდა გამოყოს ეს ზრდის ჰორმონი, არ იცის როდის უნდა დადგეს ღრმა ძილის ფაზა და ღრმა ძილის ფაზა მნიშვნელოვნად მცირდება, როცა არარეგულარულად იძინებს ადამიანი. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ლურჯი სინათლე, განსაკუთრებით ლურჯი სინათლე ძილამდე რამდენიმე საათით ადრე, რადგან ეგ ღრმა ძილის ფაზას გადაწევს 1-2 საათით და ანუ რეალურად შენს ღრმა ძილს მოაკლდება ეგ ღამეში და ნაკლებ მელატონინს აწარმოებს ამ დროს შენი ორგანიზმი. მეოთხე ფაქტორი არის კოფეინი, ყავა. ყავას თუ მიიღებ დღის 2 საათის მერე ეს ადენოზინის რეცეპტორებს ბლოკავს და ადენოზინის დაგროვებას ხელს უშლის და ძილის წნევა არ ახონ დაგროვდეს ეს ადენოზინი, რომ დაღლილობის შეგრძნება ქონდეს ადამიანზე, ეს არ დგება და ამიტომ ადამიანს არ ეძინება. ამიტომ რეკომენდირებულია, რომ ძილამდე 6-8 საათით ადრე ადამიანმა ყავა არ დალიოს. ზოგი ადამიანისთვის დიდად არ მოქმედებს, გარშე რამდენი მგრძნობიარეა კოფეინზე ადამიანი, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დაახლოებით კოფეინი შეუძლია 20%-ით შეამციროს ღრმა ძილის ფაზა. მეხუთე ფაქტორი არის ძილის აპნეა და ხრინვა. ხრინვის დროს და ძილის აპნეის დროს, როცა სუნთქვა ჩერდება ხოლმე, სისხლში არის ჰიპოქსია, ნაკლები ჟანგბადია და ეგ ნაკლები ჟანგბადი მნიშვნელოვნად ამცირებს ღრმა ძილის ფაზას, რადგან იწვევს ხოლმე მერე გამოღვიძებას და 60%-ამდე შეიძლება შეამციროს ღრმა ძილის ფაზა, რაც უზარმაზარია რეალურად და ადამიანი მეორე დღეს იღვიძებს დაღლილი, ეძინება, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამე შეიძლება საწოლში იწვა. მეექვსე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის თუ კი ფიზიკურად აქტიური არ ხარ. როცა ფიზიკურად აქტიური ხარ, ადენოზინი გროვდება შენს ორგანიზმში და მერე ადვილად გეძინება და ღრმად გეძინება. თუ ფიზიკურად აქტიური არ ხარ, მაშინ 30%-ით შეიძლება შემცირდეს ღრმა ძილის ფაზა. მეშვიდე ფაქტორი არის მაგნიუმი. მაგნიუმი არის მნიშვნელოვანი GABA რეცეპტორებისთვის, დამშვიდებაზე რაც აპასუხისგებელი და ამცირებს გლუტამატს, რომელსაც აღმგრძნები ფუნქცია აქვს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას მოკლედ. და როცა მაგნიუმი არის დაბალი, კუნთები დაძაბულია, ტვინი ოვერაქტიულია, გადამეტებულად აქტიურია და ძილის ხარისხიც დაკლებულია. მერვე ფაქტორი, რაც იწვევს ღრმა ძილის პრობლემას, არის შაქრის მიღება საღამოთი ან ძილამდე, რაც მაღალი გლუკოზა ღამე განსაკუთრებით სხეულის ტემპერატურას წევს ზევით, ადრენალინს წევს ზევით, ინსულინს ზევით წევს, რაც გულისცემას აჩქარებს, სხეულის ტემპერატურას მეტს ქმნის და ღრმა ძილისთვის არასასრულ პირობებს ქმნის. მეცხრე ფაქტორი არის ჰორმონული ცვლილებები, მაგალითად მენოპაუზა და ჰიპერთიროიდიზმი. მენოპაუზის დროს დაბალი ესტროგენები, ამფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება, სხეულის ტემპერატურას ორივე ზევით წევს და სტრესის სიგნალია ეს ორგანიზმისთვის, რაც ღრმა ძილის ფაზას მნიშვნელოვნად ამცირებს. ეხლა რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ღრმა ძილი გავიძლიეროთ, ღრმა ძილის ფაზა. პირველი რისი გაკეთება შეგიძლია არის, რომ რეგულარულად ივარჯიშო. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. დღეში 1 საათი აერობული და ანაერობული ვარჯიშები
ივარჯიშო კომბინაცია ერთ დღეს აერობული, მეორე დღეს ანაერობული ან ორივე ერთად და დაახლოებით ასე შეგიძლია ღრმა ძილის ფაზა 30%-ით გაიუმჯობესო. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი რის გაკეთებაც შესაძლებელი არის მაგნიუმის მიღება, მაგნიუმის გლიცინატი ან მაგნიუმის ციტრატი 200-დან 400 მგ-მდე კვებამდე დაახლოებით 60 წუთით ადრე და წყალთან ერთად. მაგნიუმი ამშვიდებს ორგანიზმს და დაახლოებით 15%-ით აძლიერებს ღრმა ძილის ფაზას. მესამე მნიშვნელოვანი რისი გაკეთებაც შეგიძლია არის გლიცინის მიღება. გლიცინის 3 გრამი მიიღება ხოლმე ძილამდე დაახლოებით 30 წუთით ადრე. გლიცინი და მაგნიუმი კომბინაციაში შესაძლებელია და ხშირად არის ხოლმე ერთად კომბინაციაში და ამშვიდებს გლიცინიც, სხეულის ტემპერატურას ქვევით წერს და სეროტონის რაოდენობას ზრდის, რაც ამშვიდებს ორგანიზმს და სეროტონის მელატონინად გარდაქმნას უწყობს ხელს, რომელიც ძილის მთავარი ჰორმონია. მეოთხე რისი გაკეთებაც შესაძლებელია, ეს არის L-თეანინის მიღება. L-თეანინი არის მწვანე ჩაის კომპონენტი, მთავარი, რომელსაც დამამშვიდებელი მოქმედება აქვს 200-დან 400 მგ-მდე საღამოთი მისი მიღება ალფა ტალღებს ზრდის თავის ტვინში, კორტიზოლის დონეს ამცირებს, ამშვიდებს, ოღონდ სედაცია, აი აქვს ორგანიზმზე დამშვიდებელი მოქმედება, მაგრამ ორგანიზმს უნაროს არ ქმნის, ანუ ორგანიზმი შეუძლია იყოს ფოკუსირებული, მაგრამ იყოს შედარებით დამშვიდებული, ამიტომ L-თეანინს ერთ-ერთი საუკეთესო მოქმედება აქვს ამ მხრივ და 200-დან 400 მგ-მდე მიიღება ხოლმე დღის განმავლობაში და ეს დოზა არის ეფექტური შფოთვისთვისაც, ინსომნიისთვისაც, რამდენიმე დღეში უკვე შედეგი აქვს. და მეხუთე მნიშვნელოვანი მეთოდი არის ან მედიტაცია, ან სუნთქვის ვარჯიშები. სუნთქვის მარტივი და ეფექტური ვარჯიში არის 4-7-8 პრინციპი ქვია. 4 წამის განმავლობაში ჩაისუნთქე, 7 წამი შეიკავე, 8 წამის განმავლობაში ამოისუნთქე და ეს გაიმეორე 10 წუთის განმავლობაში. დაახლოებით 15% ორგანიზმს დამშვიდებს, გულისცემას შეანელებს, რადგან პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას გააქტიურებს და ღრმა ძილის ფაზას დაახლოებით 15%-ით გაზრდის. ერთ-ერთი ძალიან ეფექტური საშუალება, არც წამალია, არაფერი არ ჭირდება, შეგიძლია ისე გააკეთო შენთვის უპრობლემოდ. და ბოლოს არის მელატონინი. მელატონინი არის ჰორმონი, მელატონინი არის ჩვენი მთავარი ძილის ჰორმონი და მელატონინის მიღება შესაძლებელია 0.5 გრამიდან 0.5 მგ-დან 3 მგ-მდე 30-დან 60 წუთით ადრე ძილამდე და ეფექტურია, ყველაზე ეფექტური არის ეს, ვისაც ძილღვიძლის რითმი არეული აქვს მის გასასწორებლად, ან ჯეტლაგი ვისაც აქვს, აი თვითმფრინავით ვინც მოგზაურობს და დღე და ღამე არეული რო აქვს, ან ცვლის მუშები ვინც არიან, რომ ღამე მუშაობენ, ან ესე ამ ადამიანებისთვის იდეალურია, მაგრამ ღრმა ძილის ფაზასაც ზრდის. მაღალი დოზით არ უნდა მიიღოთ, რადგან მაღალი დოზით შეიძლება REM ძილი დათრგუნოს და გამოიწვიოს მკაფიო სიზმრები და ინტენსიური სიზმრები და მისი მიღება 3 თვეზე მეტხანს არ არის რეკომენდირებული, რადგან შეიძლება მერე ორგანიზმში ბუნებრივი მელატონინის პროდუქცია შეამციროს. ან ციკლური მიღება ნელ-ნელა უნდა შეამცირო, როცა ამცირებ თუ მაღალი დოზით იღებდი, ნელ-ნელა უნდა შეამცირო და ციკლურად მე ვთქვათ რაღაც დაისვენო რამდენიმე თვე, მერე ისევ დაისვენო რამდენიმე თვე, მერე ისევ მიღება ეს შესაძლებელია. აი ეს იყო რის თქმა წმინდოდა, მადლობა რომ მისმედით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.